ბიძინა ივანიშვილი ანდერს ბოგ რასმუსენს 14 ნოემბერს შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თავად მაია ფანჯიკიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. რაც ეხება ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებას ფანჯიკიძის განმარტებით ამ საკითხზე კომენტარი თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და შესაბამისად მან დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა. ვიზიტი არის 12-დან 14-მდე, მაგრამ 14-ში შედგება მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მინისტრი, ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და მე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესეთ მოკლე დროში შედგება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები. ბატონ რასმუსენთან იქნება შეხვედრა, ასევე იქნება ბატონ ბაროზოსთან, ვან რომპოისთან და ბატონ ფულესთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მის დადასტურება, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ევროკავშირს და ნატოს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.